თუ არ გინდა რომ კუჭნაწლავი დაიზიანო, ნუ მიირთმევ ამ პროდუქტს უზმოზე. პირველ რიგში ეს არის ყავა. ყავის უზმოზე მირთმევის დროს კუჭში გამოიყოფა მარილმჟავა. ამ დროს კუჭის კედლები იწვის და შეიძლება გამოიწვიოს წყლული, გასტრიტი, რეფლუქსი. ფორთოხლის წვენი. ლიმონმჟავა უზმოზე ლორწოვან გარს მყისიერად აღიზიანებს და გეწყებათ გულძმარვა. არ მიიღოთ იოგურტი როგორც პირველი კერძი. მარილმჟავა ყველა ბაქტერიას კლავს. პრობიოტიკები ნაწლავებში ვერ აღწევს. ბანანის მიღება უზმოზე არ შეიძლება, რადგან კალიუმი და მაგნიუმი სწრაფად გამოიყოფა, რაც გულს ტვირთავს და შეიძლება გამოიწვიოს გულის აჩქარება. მე უპირატესობას საუზმეზე Herbalife-ის კოქტეილს ვანიჭებ. ჩემი დილა უკვე 11 წელია ამ პროდუქტით იწყება, რადგან ის შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ვიტამინს და მინერალს, ცილას, ნახშირწყლებს, ბოჭკოს, ანაყრებს იდეალურად, არის მარტივად ასათვისებელი და მოსანელებელი. გვეხმარება წონის კონტროლში. დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რითი საუზმობთ დილით და მე გეტყვით რამდენად სწორია თქვენი საუზმე. მე ვარ მანო, პერსონალური კვების კონსულტანტი 11 წლიანი გამოცდილებით. გამოიწერეთ ჩემი გვერდი, აქ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავთ ჯანსაღ კვებაზე. ხოლო თუ წონის დაკლება გჭირდებათ, შემიძლია დაგეხმაროთ ამ საკითხში, ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ჩასაწერად კი მომწერეთ პირად შეტყობინებაში.